გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბრო ყველაზე ხშირად გავრცელებულ პატარ-პატარა შეცდომებზე, რაც შეიძლება გქონდეს ხოლმე პრაქტიკაში. ეს არის, როდესაც 1 წლის მანძილზე არ დგება ორსულობა. შეშფოთებული პაციენტი მიდის სპეციალისტთან, სპეციალისტი ამოწმებს მის საკვერცხლის მილების გამტარობას, არის გამტარი. ამ დროს მოწდება პარტნიორის სპერმოგრამაც, რომელიც არის იდეალური და მაინც არ დგება ორსულობა. შემდგომი ეტაპზე გადადიან უკვე ჰორმონალური კვლევებზე, რომელსაც აკეთებენ ციკლის პირველ ფაზაში და აღმოაჩენენ, რომ ერთ-ერთი ჰორმონი, როგორც არის პროგესტერონის ნაკლებობა, იწყება ჰორმონალური თერაპია ციკლიდან მე-14 ან მე-16 დღიდან მიცემა პაციენტზე 10 დღეს. კიდევ არ დგება ორსულობა შემდგომი 6 თვე ან 8 თვის მანძილზე. ამ შემთხვევაში რა არის პრობლემა? პრობლემა არის ის, რომ მთავარი არ არის პროგესტერონის ნაკლებობა, მთავარია ოვულაცია არის თუ არა, არის თუ არა პრეოვულატორული ფოლიკულა, რომელიც სკდება და რომელიც თვითონ ბუნებრივად მოგცემდა ამ პროგესტერონს და მეორე, ეს არის პროგესტერონის გადამოწმება, არავითარ შემთხვევაში რეკომენდირებული არ არის ციკლის პირველ ფაზაში, რეკომენდირებულია ციკლის მეორე ფაზაში, რადგან სწორედ კორპუს ლუტეუმი, იგივე ყვითელი სხეული წარმოიქმნება ციკლის მეორე ფაზაში.